დღევანდელ სწრაფ და გიჟულ ცხოვრებაში ერთადერთი პრობლემა გვაქვს, არასდროს არ გვაქვს დრო საფიქრალად თუ რა ვჭამოთ დილას საუზმეს. რადგან ყველას გვეჩქარება, ყველას რაღაც გვაგვიანდება, იმიტომ არის აქ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და გადაგიჭრათ პრობლემები. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება საუზმეებს. საუზმე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღის კვება, რადგან საუზმე განსაზღვრავს თუ რამდენად ენერგიულები და რამდენად პროდუქტიულები ვიქნებით ჩვენ მთელი დღის განმავლობაში. საუზმეების მომზადებაში დღეს დაგვეხმარება ნიკორას სუპერმარკეტში შეძენილი სანტეს პროდუქტები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ასორტიმენტი. მოვიყენებ ლავაჯის ხაზის ცენელურ ძეს, რომელიც არის პრემიუმ ხარისხის, არ აქვს დამატებული შაქრები და ასევე განკუთვნილია ვეგანებისთვის და რა თქმა უნდა არ აქვს ლაქტოზა. დავიწყოთ კეთება და პირველი გავაკეთებთ ბრინჯის ფაფას. ბრინჯის ფაფისთვის დაგვჭირდება დაახლოებით 100 გრამი ბრინჯი, ნახევარი ჩაის კოზი დარიჩინი და 1 სუფრის კოზი თაფლი. და რა თქმა უნდა ლავეჯის შვრიის რძე. ბრინჯის ფაფის კეთება რა თქმა უნდა იწყება ბრინჯის გარეცხვით. ვიღოთ ბრინჯი, ჩავყაროთ თაში, დავასხათ წყალი და კარგად გავრეცხოთ და გავავლოთ წყალი რამოდენიმეჯერ, დაახლოებით 3ჯერ. გადავეტანოთ გარეცხილი ბრინჯი ქვაბში, ჩავასხათ იმდენი რძე რომ დაიფაროს, დავუმატოთ ცოტა დარიჩინი. ბრინჯი თითქმის მოიხარშა და ახლა გადავეტანთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ეს არის ბრინჯის ფაფა, რომელიც მართლა უმარტივესია და ძალიან გემრიელია და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დღის დასაწყისია ერთთან ჩემი საყვარელი ფაფა არის ბრინჯის ფაფა. ვარიცოდეთ, ახლა იცით. ბრინჯის პუდინგი უნდა გამაკეთებ, ნატურალი გამაკეთებ. შემდეგი რეცეპტი იქნება overnight oats-ები, ანუ ღამის შვრია, რისთვისაც გამოვიყენებთ 250 გრამი ლავეჯის ნოშის რძე, 50 გრამი შვრია, 10 გრამი ჩია და 1 სუფრის კოზი დაახლოებით 15 გრამი თაფლი. გავიღოთ ერთი დიდი ჯამი, ჩავუშვათ რძე, შვრია, ჩია, თაფლი. კარგად გავხსნათ თაფლი შიგნით. და overnight-ების, ანუ ღამის შვრიის მუღამი რა არის? ზუსტად 2 წუთში კეთდება ბაზა. ჩავასხოთ შემდეგ ამას ჭურჭელში. აქ შეიძლება ყოფილიყო 7 ან 8 ცალი ჭურჭელი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ადამიანისთვის შეგიძლიათ რომ ზუსტად 4 წუთში გააკეთოთ 4 დღის საუზმე. 4 დღე შეგიძლიათ რომ შეინახოთ უპრობლემოდ ეს მაცივარში. გადავაკრათ პლასტიკს, დროასაში გექნებათ უმარტივესი საუზმე, რომელსაც ჩვენ გადავადებთ ზემოდან ბანანს, ან ჯოლოს, ან ნებისმიერ თქვენ საყვარელ ხილს და მიირთმევთ გემრიელად. არაფრის. შემდეგი საუზმე, რომელსაც შემოგთავაზებთ დღეს ამ დილა ადრიან, იქნება შვრიის პენკეიკები, რომელიც კეთდება ძალიან მარტივად და დაგჭირდებათ. დაგჭირდებათ 250 გრამი ლავაჯის სოიოს რძე, დაგჭირდებათ 80 გრამი შვრია, 1 ცალი ბანანი და 2 ცალი კვერცხი. სოიოს რძე, 2 ცალი კვერცხი, შვრია და 1 ცალი ბანანი. შეგიძლიათ ახლა დაჭყვიტოთ, ან მერე ყველაფერი ერთად დააბლენდეროთ. ასევე დავამატოთ 1 ჩაის კოზი გამაფხვირებელი. ეს ყველაფერი კარგად გავარდგვაროვნოთ და დავუცავთ ახლა დაახლოებით 10 წუთი, რომ კარგად გაღვივდეს შიგნით შვრია და შეკრას მასა. სანამ ველოდებით, რომ შვრია გაღვივდეს, მამდე მოგიყვებით კომპანია სანტეზე, რომელიც 1992 წელს დაასწრა პოლონეთში და იგი ერთ-ერთი უმსხვილესი ჯანსაღი პროდუქტების წარმოებელია ევროპაში. პირდაპირ ევროპული საწარმოდან ნიკორას სუპერმარკეტის დახლებზე. ჩვენს მასას დარჩა დაახლოებით კიდე 5 წუთი და დრო არ დავკარგოთ, ახლა გავაკეთებ ჩიას პუდინგს, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი პროპორციით არის და ამისთვის დაგჭირდებათ რამე კონტეინერი, 250 გრამი ლავეჯის ნოშის რძე, 40 გრამი ჩია, ვანილის ექსტრაქტი და კარგად ამოურიოთ. ჩიას პუდინგის იდეაში overnight oats-ების ამბავი არის და უნდა დავაცავოთ მინიმუმ 6 საათი, მაგრამ უკეთესია თუ მთელი ღამე დატოვებთ ხოლმე ჩიას, რადგან მოასწროს მთლიან გაღვივება. ეხლა კი ამას შევინახავთ ისევ მაცივარში და დავილოდებით მთელი ღამით, რომ გაკეთდეს ჩიას პუდინგი. შემდეგ რო გამოიღებთ, დააყრით ზემოდან თქვენ სასურველ ხილს ან ნებისმიერ რამეს, თუ გინდათ მოასხეთ არაქისის კარაქი და მზად არის. ამასობაში პენკეიკის მასა მზად არის და უკვე შეგვიძლია გადავიდეთ შეწვაზე და უნდა ავიღოთ ტაფა და შევწვათ პენკეიკები საშუალო ცეცხლზე. ოდნავ დავცხიმოთ ზეთით, ავიღოთ ჩვენი მასა, რომელიც მანამდე გავაკეთეთ და აი ესეთ ბუშტუკებს რო გაიკეთებს, ანუ გამოსატრებად მზად არის. დავასხათ მასა და იმდენჯერ გავიმეოროთ, ამდენჯერაც გვეყოფა ის. გადმოვიტანოთ ჩვენი პენკეიკები თეფშზე, დავადოთ ზემოდან არაქისის კარაქი, რომელიც ასევე სანტეს ბრენდის არის. მოვაყაროთ ზემოდან მარწყვი, ასევე ცოტა ბანანი. დავადოთ ცოტა არაქისის კარაქი. თაკო ცოტა დარიჩინას მოვაყარეთ, იმიტომ რომ დარიჩინი ყველაფერს უხდება. თაკოს გავამაზებული პენკეიკა. ეხლა თაკო შეგვიძლია გავისწრო თავის პენკეიკიან აქედან. ნახვამდის ის. კარგად. ახლა უნდა გავაკეთოთ შემდეგი რეცეპტი ბირხელის მიუსლი. შვეიცარიელი თერაპევტის მიუსლი, რომელიც თავის პაციენტებს აჭმევდა ამ მიუსლს, რომ უფრო მალე გამოჯამთელებულიყვნენ. შეიცავს ვაშს,
დაახლოებით 80 გრამ შვრიას და გავუკეთებთ 250 გრამ ნუშის რძეს. ასევე ცოტა ნუშის. უმარტივესი რამ გველოდება წინ. ავიღებთ სახეხს და კანიანან გავხიხავთ ვაშლს. ასევე დავჭრათ ნუში, ჩავყაროთ შვრია, გახელი ვაშლი, დაჭრილი ნუში, რძე, ამოურიოთ. თუ გინდათ უფრო მეტი ცილა ქონდეს, შეგიძლიათ დავუმატოთ ამ პროტეინ ფაუდერი, ან დავუმატოთ ბერძნული იოგურტი. და ასევე არ დაგავიწყდეს დარიჩინი, რა თქმა უნდა. და ესეც შევინახოთ მაცივარში მთელი ღამით. ეხლა უნდა გავაკეთოთ შემდეგი რეცეპტი და შევქნათ სიგემრიელი, გემრიელი პროდუქტებისგან. გვჭირდება 40 გრამი შვრია, 1 ცალი კვერცხი, 9 ბანანი, 7 გრამი თაფლი, 9 ჩაისკოს გამომხმარებელი, დაახლოებით 10 გრამი კაკაო და ასევე დაახლოებით 150 გრამი ლავეჯის შვრიის რძე. გავყავთ ყველაფერი ერთ ჭურჭელში და ეს ყველაფერი ახლა კარგად დავაბლენდეროთ. და ახლა ეს ჩაუშვათ ჭურჭელში, რომელიც შეგვიძლია რომ გამოვაცხოთ ღუმელში ან მიკროტალღაში გავაკეთებ ხა მე. თუ ღუმელში უნდა გააკეთოთ, ღუმელის განკუთვნილ ჭურჭელში ჩაასხით, რომ არ გასკდეს, მე რამე არ დამამბრალოთ. ესე ჩავასხათ. კარგად. კოზი მინდერცელი. ასევე პატარა სურპრიზი ჩავდოთ შეგნით და ზევიდან მოვაყაროთ შავი შოკოლადის ნატეხები. ესეც ზუსტად 3 წუთი იყო შეგნით 800 ვატზე და გამოცხვა. ეხლა შეგვიძლია რომ გავსინჯოთ. მინდა გეუბნებს თუ არა თამარ მამალაძე რომელიც შეგიძლიათ გასინჯოთ. იმედია მოგეწონათ, იმედია ისიამოვნეთ, იმედია თავში ჩაგიждდებათ რომელიმე მაინც და რომელიმე დილას გააკეთებთ. ასევე ნახეთ სანტეს პროდუქტები როგორ შეიძლება გამოიყენოთ ყოველდღიურობაში იმის გარდა რომ უბრალოდ რძე დაასხათ. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. გამოწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და ერთად დავაშენოთ ჩვენი პატარა კიბერსოფელი. ბაი!